მოგვითხრათ მესხურ სიმღერაზე. მესხური ხალხური სიმღერები სხვა კუთხეების სიმღერებთან შედარებით ნაკლებად არის გამოკვლეული. ეს ალბათ განაპირობა იმან, რომ მესხეთში ყველაზე დიდხანს ბატონობდნენ თურქები და ქართველებს შესაძლებლობა ნაკლებად ჰქონდათ მესხური სიმღერების გამოკვლევისა. 1930 წელს შალვა-მშველიძის მეთაურობით მოეწყო ექსპედიცია. ამ ექსპედიციამ ბევრი სიმღერის მოძიება ვერ შეძლო. უხუცესებს ან არ ახსოვდათ ტექსტი ბოლომდე, ან მხოლოდ ნაწილობრივ ამბობდნენ. და შემდეგ მოგვიანებით 1959 წელს კვლავ ექსპედიცია წამოვიდა უკვე კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელობით და ამ დროს უფრო მოხერხდა მესხური ხალხური სიმღერების მოძიება და ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ მესხეთში ყველაზე მეტად გავრცელებული არის ერთხმიანი და ორხმიანი სიმღერები. ალბათ ეს თურქულის გავლენაც არის, ამდენი ხანი თურქეთი ბატონობდა მესხეთში და განსაკუთრებით ყველაზე მეტი არის სუფრული სიმღერები, საქორწინო სიმღერები და საფერხულო სიმღერები. შედარებით იშვიათად არის შრომის სიმღერები. ყველა დანარჩენ შემთხვევაში მესხები ალბათ თურქულ სიმღერებს მღეროდნენ. რაც შეეხება სუფრულ სიმღერას, ეს სიმღერა სრულდებოდა სამხანად. და სამხანად შესრულება რას ნიშნავს? სამხანად შესრულება ნიშნავს, რომ ერთი და იგივე სტრიქონი სამჯერ იმღერებოდა. ჯერ უხუცესი წამოიწყებდა სიმღერას, ან უხუცესთა გუნდი, შემდეგ შუა ასაკის მომღერალი იმღერებდა, ან შუა ასაკის მომღერალთა გუნდი და ბოლოს აბოლოებდა ახალგაზრდები. სუფრა, თვითონ მესხური სუფრა ტრადიციული იყო და სამნაწილად იყოფოდა. იყო სუფრის გახსნას ეძახდნენ სუფრის ლხინის დასაწყის, შემდეგ იყო ლხინი და ბოლოს სუფრის დახურვა. სიმღერებიც ასე არის დაჯგუფებული: დასაწყისში სამღერი, შუაში სამღერი და დასასრულში სამღერი. ერთ-ერთ სუფრულს შემოგთავაზებთ აგერ ის არის, რა ქვია, გეგუთისა მინდორზე და ამ სიმღერაში მისამღერებად არის გამოყენებული საერთოდ ტექსტთან არანაირ კავშირში მყოფი სიტყვები, მაგალითად გეგუთისა მინდორზე და დახოლმანდულებდა, ლურჯი ცხენი მოგოგებდა, დახოლმანდულებდა. ეს დახოლმანდულებდა თვითონ ტექსტისთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, მაგრამ ავსებს ტექსტს. საერთოდ მესხურ სიმღერას ახასიათებს ის, რომ როგორი გრძელი ლექსიც არ უნდა ყოფილიყო, მესხები მხოლოდ სამ სამღერს ამოირჩევდნენ და იმას მღეროდნენ ხოლმე. სუფრული სიმღერებიდან ახლა ჩაწერილი არის დღესდღეობით მეფე ჩამოხდა ხანდოს, ჭარული კაბა შევკერე, წინა სუფრა, ვინდალებს მარნეულ ღვინოს, ბიჭო ნუ ჩახვალ ოშურას, გეგუთისა მინდორზე, რომელიც უკვე ვახსენეთ, მტრედმა თავის სიმართლითა, წინ სუფრა და ასე შემდეგ. საქორწილო სიმღერები, მოვდივართ მოგვიხარია, ნეფე ვიღაცამ გვირგვინსა, ნეფეო შენსა გვირგვინსა და სხვა. აღსანიშნავია მესხური საფერხულო სიმღერები, რომლებიც ასევე სამხანად სრულდებოდა. ამ სიმღერებიდან აღნიშნავ ერთ-ერთს: მჭედელო ჩემო მჭედელო. აქ ერთი უხუცესი ვერიკაცი იწყებს სიმღერას შემდეგი სიტყვებით: ჯერ პირველად ღმერთი ვახსენოთ და მერვე ყველა წმინდანი. დიდება წმინდა შეოსა, პურიც არ მოგვაშიოსა. მერე მონაწილენი იმეორებენ ამ ტექსტს სამჯერ და იწყება ფერხული, ცეკვა ფერხული. შემდეგ დამწყები ამ სხვა სიტყვებს იმეორებს და ძირითადი სიმღერა კვლავ პირველ მელოდიაზე გრძელდება. დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. მადლობა. ისაც იქნება მას გავლე